Pirmidabir ეთერში გთავაზობთ დაპირებულ სიუჟეტს ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით. Ტელეკომპანია მაესტროს მიერ სატელიტური ანტენების შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ტელევიზიას თვალთმოქმედური გარიგების განხორციელებაში ადანაშაულებს. პროკურატურის განმარტებით მიუხედავად დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ზომებისა, გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომლის მიხედვითაც შპს სტუდია მაესტრომ პოლიტიკურ კოალიცია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიის შპს ელიტა ბურჯის წარმომადგენელთა მითითებით თვალთმოქმედური გარიგებების გზით საქართველოში ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა, რომელიც ქართული ოცნების სასარგებლოდ ამორჩევლის მოსყიდვის მიზნით შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგის მიერ უკვე აპრობირებული საქმით უნდა დარიგებულიყო. Როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებისთვის სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმოქმედური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს მაესტრო, რომელმაც შპს ელიტა ბურჯი და სხვა კომპანიები ჩაანაცვლა. ერთპრიუტალად დადასტურებულია, რომ სატელიტური ანტენების შეკვეთა, მათი შეძენა, საქართველოში შემოტანა, საბაჟო პროცედურების განხორციელება და შემდგომში მათი დამონტაჟება მთლიანად ორგანიზებული იყო ბიზინა ივანიშვილის კომპანია ელიტა ბურჯის დირექტორის თენგიზ გვაზავას, მისი წარმომადგენლის კრისტი პელეხის და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ. რაც შეეხება სტუდია მაესტროს, მას ამ პროცესთან მხოლოდ ფორმალური შემხებლობა გააჩნდა. Ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი 10,000 სატელიტური ანტენა გუშინ საბაჟოზე დააყადაღეს. სასამართლოს ყადაღის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, რომლის მოთხოვნაც რამდენიმე საათში დაკმაყოფილდა. პროკურატურა ამბობდა, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიის ელიტა ბურჯის დავალებით კომპანია მაესტრომ დიდი ოდენობით ანტენები შემოიტანა, რაც გამოძიების ინფორმაციით მოსახლეობას უსასყიდლოდ უნდა დარიგებოდა. თუმცა მაესტროში აცხადებენ, რომ ტელეკომპანიამ 2012 წლის 3 ივლისს მიერ კამპანიას სახელწოდებით მაესტრო ყველა ოჯახში გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით სატელიტური თებშების მონტაჟი იგეგმებოდა. სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით მათ დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. ტელეკომპანია მაესტრო აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდა. სატელიტური თებშების მონტაჟის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ბიზნეს გეგმა და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი შეფერხებით მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის მაესტროს როგორც თავისუფალი მედია საშუალების ზრდა განვითარებას და შესაბამისად საზოგადოების უფლებას უდავს მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად ისახება. პროკურატურას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია მაესტრომ საარჩევნო მიზნით ვინმეს გადასცა სატელიტური ანტენა, ან მისმა რომელიმე წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი მიზნის დამადასტურებელი განცხადება. კამპანია ეს შენგეხებას მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელთაც ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ანტენების დაყადაღებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები დაირღვა. მათი თქმით, არც პროკურატურას და არც სასამართლოს საზოგადოებისთვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ მაესტროს მიერ სატელიტური ანტენების შეძენა და მოსახლეობისთვის მათი დამონტაჟება რამენაირად პოლიტიკური პარტიის საქმიანობას უკავშირდება. მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. ხელი ეშლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მედია ბიზნესში უხეშ შარევას წარმოადგენს. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება ახერხებს პლურალისტური მედიას სივრცის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ პირობებს. ჩვენ მიმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს ადეკვატური რეაგირება მოახდინონ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს დროს მედიის შეზღუდვის ფაქტებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაახლოებით 1 საათში საგამოძიებო უწყებებმა ამ საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალა გაავრცელეს. ვიდეო მასალაში ნაჩვენებ ანტენებს გლობალ კონტაქტ კონსალტინგი აწერია, თუმცა მაესტროს გენერალური დირექტორის განცხადებით გავრცელებული ვიდეო მასალა ფალსიფიცირებულია. რომ ხონდეს ეს ეტიკეტები, ეს ასამტკიცებს, ეს არაფერს არ ამტკიცებს. იმ კომპანიამ, რომელმაც ჩვენ გამოგვიგზავნა ეს თებშები, შეიძლება კი არა სავარაუდოდ უნდა გაეგზავნა გლობალისტვის და რა არის ამაში ასე ვთქვათ გასაკვირვი, თუ აიღო ეს თებშები და გაუგზავნა სხვა ქვეყნებს. ეგ ერთი. მეორე, კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვართ სულელები, რომ ახლა ოპერაცია ვითომ ჩაგვეტარებინა და ესეთი სისულელე გავუკეთებინა. ჩემს გამარცხენით პროკურატურა მოახდინა ფალსიფიცირება, მათ საზღვრებში ინახება 10,000-ობით. ეს თვით რაც გვაჩვენეს, ელემენტარულად დატვირთეს მანქანა მიიყვანეს და გადაიხეს. და მესამე ყველაზე დიდი სისულელე, მტკიცებულებაა თურმე ის, რომ სადაც ყიდულობდა გლობალს, ისა რა ქვია,
ელიტა ბურჯი იქ ვიყიდეთ თურმე ჩვენ წესებში. ბორჯომს და ნაბეღლავს სვამს მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. ამით რადასკვნად შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ვინაიდან ერთი და იგივე პროდუქტს მოიხმარენ ისინი და ერთი და იგივე წერტილებში შეგულობენ, ეს ორი ადამიანი ერთმანეთის თანამოაზრეები არიან. სრული ფიასკოა პროკურატურის. ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებას და ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ტელევიზიის თანამშრომლები ხვალ პარლამენტის შენობასთან 15 საათზე გააპროტესტებენ.